ბატონო ოფიცრებო. მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე კომუნიკაციაში უკვე ვარ და ვიქნები უფრო მეტად გონებდა ამ თვალსაზრისითაც მინდა ყველას გხმობთ რომ ამოვიდეთ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს ჩემი ერთადერთი ამოცანა ის არის როდესაც ამ სამინისტროს თქვი იცავდა ბოლო წლების განმავლობაში და წლების განმავლობაში მანამდე იუსტიციის მინისტრის მოადგილე დაუბრუნდი საქართველოში და რა თქმა უნდა ეს რიტორიკული კითხვა, იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ეს ისე მოგესალმებით. მინდა წარმოგიდგინოთ თავდაცვის სამინისტროში ახალი მინისტრის მოადგილეები. დღეს გქონდა ჩვენ შეხვედრა პრემიერთან და ამის შემდეგ ბუნებრივია შევხვდით სამინისტროს პირად შემადგენლობას და ეხლა უკვე ჯერი დანარჩენ საზოგადოებაზეა. ჩემი პირველი მოადგილე იქნება დავით ებრალიძე, ბატონი დავითი გახლდათ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამას გარდა მანამდე ის მრავალი წლის განმავლობაში იყო ენერგოომბუდსმენი და აქვს მრავალწლიანი გამოცდილება კონტროლის პალატაში მუშაობის. შესაბამისად, მისი ამ პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, იგი უხელმძღვანელებს და ჩაიბარებს ძირითადად ფინანსების, ლოჯისტიკის, შესყიდვების სამინისტროში მართვასთან დაკავშირებულ მიმართულებებს. თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, რომელთაც თქვენ უმრავლესობას ხშირად მოუწევს ურთიერთობა უკვე ქუთაისში შესაბამისად, იქნება ბატონი ბესო ლოლაძე. ბატონი ბესო გახლავთ პოტსდამის უნივერსიტეტის დოქტორი, ის სულ რამოდენიმე კვირა რაც დაბრუნდა საქართველოში. მანამდე გახლდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო სამსახურში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მესამე მოადგილე გახლავთ ქალბატონი ანა დოლიძე, ანას ალბათ ყველაზე უკეთ იცნობთ, იცნობს მედია და ჩვენი საზოგადოება. ანა ორი დღე რაც დაბრუნდა საქართველოში, მას ერთი კვირით მოუწევს უკან დაბრუნება რომ დაასრულოს კანადაში თავისი საქმიანობა უნივერსიტეტში და შემდეგ უკვე დაგვიბრუნდება სრულფასოვნად. ანამ იმის შემდეგ რაც თქვენ მას იცნობდით, დაამთავრა კორნელის უნივერსიტეტი, მასაც აქვს ასევე დოქტორის ხარისხი, საერთაშორისო სამართლის დოქტორია და ამჟამად კითხულობს დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში, არის პროფესორი სამართლის სკოლაში. ანას ძირითადი მიმართულება არ გაგიკვირდებათ და იქნება უფლებები, იქნება ყველა ის თემა, რაც უკავშირდება ქართველ ჯარისკაცებს, უკავშირდება ჩვენს გმირებს, მათ ოჯახებს, დაჭრილ მეომრებს. კიდევ ორი მოადგილე უნდა დავნიშნოთ, მაგრამ ჯერჯერობით სამწუხაროდ ადამიანები, რომლითაც მოადგილებას ვაპირებთ, საბედნიეროდ ისინი ასევე სწავლობენ დასავლეთში და ასრულებენ დოქტორანტურის პროგრამებს და შესაბამისად ივნისის ბოლომდე ვერ შემოგვიერთდებიან და უკვე მათი წარდგენა იმის შემდეგ მოხდება, რაც დაბრუნდებიან საქართველოში. მედიასთან ურთიერთობებში ჩემი მრჩეველი გახლავთ იმედო დარსალია, რომელიც უარს ამბობს, რომ გამოჩნდეს კამერების წინ რატომღაც. იმედოს ყველა იცნობს, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ურთიერთობა არ გაგიჭირდებათ. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ეს სამინისტრო მაქსიმალურად შესაძლებლობის ფარგლებში მისი სპეციფიკიდან გამომდინარე აბსოლუტურად ღია გახსნილი გამჭვირვალე იყოს მედიისთვის. ყველაფერი, რაც ამ სამინისტროში ხდება და ჩვენი საზოგადოების ინტერესში იქნება, თქვენ ყველაფერ ამაზე ხელი მიგიწვდებათ, ბუნებრივია. ჩვენ გვექნება რეგულარული შეხვედრები მედიასთან და ამას უკვე ამ თვის ბოლოდან დავიწყებთ, როდესაც პირველ ასეთ დიდ შეხვედრას გავაკეთებთ. მათ შორის პირველი შეხვედრა იქნება ბუნებრივია გეგმებზე, იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რეფორმებზე, რასაც დავგეგმავთ ამ ერთი კვირის განმავლობაში სამინისტროში, ამის შესახებ გესაუბრებით და უკვე შემდეგი შეხვედრები უფრო ანგარიშის რეჟიმში იქნება ბუნებრივია. ანას ერთადერთი და მთავარი დამსახურება არ არის ის, რომ ის ქალია, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი დამსახურება არის ის, რომ ის არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, ის არის ძალიან პრინციპული ადამიანი. მე ვფიქრობ, ასეთად დაამახსოვრა მთელ საქართველოს მან თავი ძალიან პატარამ, როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პირველად მოვიდა, იმ დღიდან მოყოლებული, შემდეგ როდესაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო
და მთელი ამ წლების განმავლობაში თავარი მიზეზი შერჩევის კრიტერიუმი ჩემი მხრიდან ყველა ადამიანთან მიმართებაში, ვინც ამ სამინისტროში მოვიდა, დღეს როგორც ჩემი გუნდი, ეს არის მათი მაღალი პროფესიონალიზმი და უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელთაც ეს ადამიანები ხასიათებიან. ანა ამ თვალსაზრისით მე ეს რამოდენიმე კვირის წინას თქვი, როდესაც უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევა იყო თავარი ციებ-ცხელება ქვეყანაში, რომ ყველას ძალიან დიდ პატივს სცემდა, ყველა ძალიან მაღალი პროფესიონალი მგონია თქო, ვინც იყო იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, მაგრამ ანა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო იყო. მოადგილე დახმარებას არ გამიწევს, ბესელოლაძე არის იმ რანგის კვალიფიკაციის მქონე იურისტი, რომელიც წაიყვანს ამ მიმართულებას და პირიქით მე როგორც მინისტრი მზად ვარ დავეხმარო მას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში, უკვე როდესაც პოლიტიკურად იქნება საკითხები ბოლომდე მისაყვანი და გადასაწყვეტი. დიახ, თავდაცვის კანონი არის ერთ-ერთი თემა, რომელიც იცით თქვენს და ამაში სიახლე არაფერი არ არის იყო აქტუალური კარგი ხნის განმავლობაში და ამჟამად პარლამენტში არის ჯერ კიდევ, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი საკითხი. ჩვენი აქ მოსვლის პირველი დღიდან უამრავ სხვა თემას ხვდებით, რომელსაც უკვე სტრუქტურის გაცნობის პირობებში ან ვთქვათ იგივე კანონმდებლობის იმ აქტების, რომელიც თავად სამინისტროში არის გამოცემული, გაცნობის პირობებში ხვდებით, ძალიან ბევრი რამე სამართლებრივად დასალაგებელია. ასაწყობია საქართველოში როგორ ხდებოდა, ეს არ არის სპეციფიური მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთვის. წლების განმავლობაში მინისტრები იცვლებოდნენ და შესაბამისად ყველა მინისტრს რაღაცა ტიპის ცვლილება შექონდა ხოლმე, არა მხოლოდ იმ ერთ კანონში, არამედ სხვადასხვა კანონებში, ისე რომ ხშირად იმის ყურადღების მიქცევა იმისთვის, რომ ანგარიშგაწევა იმის დანარჩენ კანონში რა ეწერა, აღარ ხდებოდა. მთავარი იყო იმ მომენტის კონკრეტული აუცილებლობა დაეკმაყოფილებინათ და ამან ბუნებრივია წარმოშვა ბევრი პრობლემა ჩვენს კანონმდებლობაში, ბევრ შემთხვევაში კოლიზიურია კანონი, ბევრ შემთხვევაში ერთმანეთთან თავსებადობის პრობლემები აქვს სხვადასხვა სამართლებრივ აქტებს, რაც ამ სფეროს არეგულირებს, ამიტომ ერთ-ერთი ამოცანა და მიზანი ჩვენი ესეც იქნება, რომ დავალაგოთ ეს სისტემა, გავმართოთ თავიდან ბოლომდე მთელი კანონმდებლობა, დაწყებული თავარი კანონიდან, რომელიც თავდაცვას შეხება და დაასრულებული იმ აქტებით, რომელსაც თქვათ იგივე მინისტრი გამოსცემს. ეს მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, რომელიც უნდა ავწიოთ ერთად. ჩვენ ნატოს დროშა დავიყენეთ დღეს გვერდში, ბევრი რამის ნიშნად და პასუხად ვემზადებით ვარშავის სამიტისთვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოცანა, ჩემი მთავარი საქმე, როგორც მინისტრის იქნება სწორედ ვარშავის სამიტი. მე არ მინდა დღეს ვინმეს გაუჩნდეს არასწორი მოლოდინები, რომელი მიმართულებითაც გნებავთ, ამიტომ ძალიან მოზომილი ვიქნები ამ საუბარში, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს მოზომილი საუბარი გამოწვეულია იმით, რომ მართოთ მოლოდინები, არ გამოვიწვიოთ კიდევ უფრო მეტად მწუხილი ან ფრუსტრაცია საზოგადოებაში, ამ პირიქით იმ ტიპის აღფრთოვანება, რომელმაც ასევე შეიძლება პრობლემების წინაშე დაგვაყენოს შემდეგ. ჩემი ამოცანა ნათელია, თქვენთვის სიურპრიზი არ არის, მე მინდა საქართველოს ნატოში მალე. ეს არის ჩემი როგორც მოქალაქის პოზიცია, ჩემი როგორც პოლიტიკოსის პოლიტიკური პოზიცია და ამ წუთას ჩემი როგორც თავდაცვის მინისტრის პოზიცია. მალე რას ნიშნავს კალენდრით, სამწუხაროდ ამ გადაწყვეტილებას საქართველოში ვერ ვიღებთ მარტო და დამოუკიდებლად. ჩვენი მთავარი ამოცანაა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის სათქმელი არაფერი იყოს, ჩვენი მიზეზით არაფერი შეყონდეს და შეჩერდეს ერთი და მეორე ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, პარტნიორებთან, რომელიც მზად არიან დღესვე მზად იყვნენ გუშინ რამდენიმე წლის წინ ამ გზაზე ჩვენთან ერთად ევლოთ, ჩვენსავით ყოფილიყვნენ საქართველოს ლობისტები, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციის და პერსპექტივების, მათთან ერთად ხელმხელ ჩაკიდებულებმა ვიაროთ იმისათვის, რომ სკეპტიკოსების სკეპტიციზმი გავაქარწყლოთ და რაც შეიძლება უფრო დავაახლოვოთ ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის. გუშინდელი განცხადებები ანტალიაში უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მე კიდევ ერთხელ მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც ჩემი პირადი მეგობარია. ჩვენ რამოდენიმე წელი სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაში ერთად ვიყავით, ის დეპუტატი იყო მანამდე და დიდი მადლობა მინდა მას უთხრა ამ ოპტიმისტური განცხადებისთვის, მოწოდებისთვის, ნატოს წევრი სახელმწიფოებისთვის. ეს არის სწორედ რაც ჩვენ გვჭირდება, უფრო მეტი მეგობარი, რომელიც ასეთ მოწოდებას გააკეთებს და ამ გზაზე ჩვენთან ერთად ივლის და გარწმუნებთ, რომ შედეგიც რა თქმა უნდა გვექნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არავითარი ილუზიები, ვიყოთ რეალისტები, მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რეალიზმი მაქსიმალური ოპტიმიზმის საფუძველი გაგვხდეს. ერთი დიდი მხედართმთავრის გამონათქვამის ინტერპრეტაცია გავაკეთო. ომს იგებს სამი რამე,
მე ვიტყვი რესურსები. შესაბამისად, ჩემი ამოცანა სწორედ ის არის, რომ სწორად დაიგეგმოს, სწორად მოიძებნოს რესურსები და სწორად გადანაწილდეს მიზან მიმართვა. პირველ რიგში ქაბატონ მინისტრმინდა მოუხადო დიდი მადლობა რახან მომცა საშუალება ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაბრუნებისა საქართველოში. რაც შეეხება თქვენ კითხვას, მე ჩემი პროფესიით ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი. შესაბამისად, მაქვს ნამუშევარი სამეცნიერო თვალსაზრისით სოფლიო საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აქედან გამომდინარე გარკვეული შეხება, როგორც მეცნიერს ამ თემასთან მქონია საკმაოდ ღრმა. მანამდე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ფარგლებში თქვენ შეიძლება არ გახსოვდეთ, მაგრამ ძალიან მჭიდრო მუშაობა და აქტიური მუშაობა გქონდა ამ სტრუქტურასთან, განსაკუთრებით იმ სფეროებთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ჯარისკაცის უფლებების დარღვევებს. რაც შეეხება სხვა თემატურ საკითხებს, ჩვენ ძალიან ბევრი საშუალება გვექნება, რომ ვისაუბროთ და გავაგრძელოთ დიალოგი იმ თემებზე, რომელიც თქვენ გაინტერესებთ.